გაგჩენიათ ოდესმე განცდა, რომ სამყარო, რომელშიც ცხოვრობთ, რაღაცნაირად არასწორია. თითქოს ყველაფერი ზედმეტად სრულყოფილია ან პირიქით, ზედმეტად ალოგიკური. 1999 წელს ეკრანებზე გამოვიდა ფილმი, რომელმაც მთელი თაობის ცნობიერება შეცვალა. ამ ვიდეოში ვისაუბრებთ მატრიცაზე, ეს არის უბრალოდ ფანტასტიკა, მან დასვა კითხვა, რომელიც კაცობრიობას 10 წლეულების განმავლობაში აწუხებდა. არის თუ არა ჩვენი რეალობა ნამდვილი. დღეს ჩვენ არ ვისაუბრებთ მხოლოდ კინოზე, ჩვენ ვისაუბრებთ ფილოსოფიასა და იმ საზარელ ალბათობაზე, რომ ჩვენ შესაძლოა მართლაც ვიმყოფებოდეთ გიგანტურ კომპიუტერულ სიმულაციაში. ნიკ ბონსტრომიდან ილონ მასკამდე უდიდესი გონება ფიქრობდა, რომ შანსი იმისა, რომ ჩვენ ბაზისურ რეალობაში ცხოვრობთ, მილიარდიდან 1-ია. მომემზადეთ, რადგან ამ ვიდეოს განმავლობაში ჩვენ შევეცდებით გავარღვიოთ კოდი, ეს არის თქვენი შანსი აირჩიოთ ლურჯი აბი და თქვენ დაიზინებთ. გაიღვიძებთ და დაიჯერებთ იმას, რის დაჯერებაც გსურთ. აირჩიოთ წითელ ავს და მე გაჩვენებთ რამდენად ღრმა კურდღლის ზორო. მოდით ემოციები გვერდით გადავდოთ და ცივ ლოგიკას მიმართოთ. 2003 წელს ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორმა ნიკ ბოსტრონმა გამოაქვეყნა ნაშრომი, რომელმაც სამეცნიერო სამყარო შეაზანზარა. მისი არგუმენტი 3 პუნქტად იყოფა. კაცობრიობა გადაშენდება მანამ, სანამ პოსტ-ადამიანურ ეტაპს მიაღწევს. სანამ ისეთ ტექნოლოგიას შექმნის, რომელიც სამყაროს სიმულირებას შეძლებს. ნებისმიერი ცივილიზაცია, რომელიც ამ ეტაპს მიაღწევს, არ იქნება დაინტერესებული თავისი წინაპრების სიმულაციით. ჩვენ თითქოს რა თქმა უნდა ცხოვრობთ სიმულაციაში. დაფიქრდით, 40 წლის წინ ქონდა თამაში Pong 2 ხაზი და 1 წერტილი, დღეს გვაქვს ფოტორეალისტური ვირტუალური რეალობა, სადაც მილიონობით ადამიანი ერთდროულად თამაშობს. თუ გამოვთვლით ტექნოლოგიური პროგრესის სისწრაფეს, კიდევ 1000 ან 10000 წელიწადში ჩვენ შევძლებთ შევქმნათ სამყარო, რომელიც ატომების დონეზე იქნება გათვლილი. თუ ასეთი სიმულაციების შექმნა შესაძლებელია, მაშინ შეიქმნება მილიონობით ასეთი სამყარო და თუ არსებობს ერთი ნამდვილი სამყარო და მილიონი სიმულაცია, რა არის იმის შანსი, რომ თქვენ მაინც პირველი ხართ? სტატისტიკურად ეს თითქოს შეუძლებელია. ამ ვიდეოში უბრალოდ ვსაუბრობ თეორიებზე და არა რეალურ კონკრეტულ მოვლენებზე, რომელიც შესაძლოა რეალობას შეესაბამებოდეს. მაგრამ თუ ეს სიმულაცია, სად არის შეცდომები? ნებისმიერ კოდში არის ხარვეზი, გლიჩი, ან გახსოვთ ის მომენტი ფილმიდან, როცა ნეო შავკატას ორჯერ ხედავს. დეჟავუ არის ხარვეზი მატრიცაში, ამბობს ტრინიტი. ბევრი ადამიანი ყვება ისტორიებს, რომლებიც ფიზიკის კანონებს ეწინააღმდეგება, ნივთები, რომლებიც ქრება და სხვაგან ჩნდება. ადამიანები, რომლებიც ერთნაირად იქცევიან, თითქოს ერთი და იგივე მოთამაშე პერსონაჟები არიან. ან თუნდაც მანდელას ეფექტი, როცა ათასობით ადამიანი არასწორად აღიქვამს სხვადასხვა ისტორიას. სხვადასხვა ისტორია სხვადასხვანაირად ახსოვს. კვანტური ფიზიკა გვეუბნება, რომ ნაწილაკი არ არსებობს გარკვეულ მდგომარეობაში, სანამ მას არ დავაკვირდებით. ეს ზუსტად ისე მუშაობს, როგორც ვიდეო თამაშები. კომპიუტერი არ ხარჯავს რესურსს იმ ოთახის დასაყრდად, რომელშიც თქვენ არ იმყოფებით. სამყარო თითქოს მხოლოდ მაშინ იხატება, როცა მას ვუყურებთ. ეს ყველაფერი შემთხვევითობაა თუ კარგად დაწერილი კოდი. აი, შემდეგ ნაწილში კი განვიხილავთ მატრიცის ბრძანებლებს, მინდა რატო შექმნა და ასე შემდეგ, რომელიც უბრალოდ თეორია. თუ გონია, რომ სიმულაციის იდეა 21 საუკუნის კომპიუტერულმა ეპოქამ შვა, ცდებით, სინამდვილეში ჩვენ ამ კითხვაზე პასუხს 2400 წელია ვეძებთ. ჯერ კიდევ ძველ საბერძნეთში პლატონმა აღწერა თავისი ცნობილი მღვიმის ალეგორია, წარმოიდგინეთ ადამიანები, რომლებიც დაბადები და მღვიმეში არიან დამულები და მხოლოდ კედელს უყურებენ. მათ სუპს უკან ცეცხლიანთია, ხოლო ცეცხლსა და ადამიანებს შორის სხვადასხვა საგნებს ატარებენ. ადამიანები კედელზე მხოლოდ აჩრდილებს ხედავენ და გონიათ, რომ ეს აჩრდილებია ერთადერთი რეალობა. მატრიცა ზუსტად ეს მღვიმეა. ჩვენ ხედავთ პროგრამულ კოდს, ხედავთ ფიზიკურ საგნებს, მაგრამ ეს მხოლოდ აჩრდილებია იმ უფრო დიდი რეალობისა, რომელიც ჩვენს მიღმა, მაგრამ ვინ არის მატრიცის არქიტექტორი? ფილმში ეს მანქანებია. მათემატიკა ეს არის სამყაროს ენა, რატომაა რომ ყველაფერი galaktikების მოძრაობიდან დაწყებული, ატომების სტრუქტურით დამთავრებული იდეალურ მათემატიკურ ფორმულებს ემორჩილება.
ან ფიბონაჩის მიმდევრობა ბუნებაში. ეს ყველაფერი საეჭვოდ გავს წინასწარ დაწერილ კოდს. თუ სამყარო მათემატიკური სტრუქტურა აქვს, ეს ნიშნავს, რომ ის ინფორმაციული ერთეულებისგან შედგება. ფიზიკოსი ჯონ უილერი ამბობდა: ყველაფერი, რაც არსებობს, ინფორმაციისგან მოდის. თუ ჩვენ ჩავალთ ყველაზე მცირე დონეზე, კვანტურ დონეზე, იქ ვერ ვიპოვით მყარ სუბსტანციას, ჩვენ ვიპოვით მხოლოდ ალბათობებს და ციფრულ მონაცემებს. ჩვენი სხეულები, ყლები და ჩვენი ემოციებიც კი ეს მხოლოდ ეკრანზე გამოსახული პიქსელებია უფრო დიდი სუპერკომპიუტერისთვის. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამ ვიდეოში უბრალოდ ვარსაუბრობთ მატრიცის თეორიებზე და არა კონკრეტულ ფაქტებზე ან კონკრეტულ ჩემრწმენებზე, არამედ უბრალოდ მატრიცის თეორიებზე. ახლა კი მინდა დავფიქრდეთ ყველაზე საშიშ რამეზე. კონტროლი. მატრიცაში ადამიანებს იყენებდნენ როგორც ბატარეებს, მათგან ენერგიას იღებდნენ, სანამ ისინი ილუზიაში ცხოვრობდნენ. ჩვენ რეალობაში რა არის ჩვენი ენერგია? ეს არის ჩვენი ყურადღება, სოციალური ქსელები, ალგორითმები, გაუთოვებელი ინფორმაციული ნაკადი. ეს ყველაფერი გვაკავებს სიმულაციაში. თუ მატრიცა არსებობს, ის არ არის სადღაც შორს, სერვერებზე, ის აქ არის ჩვენ თავში. ეს არის სისტემა, რომელიც გვეუბნება, რა უნდა გვიყვარდეს, რა უნდა გვძულდეს და ვიოცნებოთ. სისტემა, რომელიც გვასწავლის, რომ წარმატება მხოლოდ ციფრებია საბანკო ანგარიშზე. ეს არის სოციალური მატრიცა, რომელიც ბევრად უფრო რეალური და მტკივნეულია, ვიდრე ნებისმიერი კომპიუტერული პროგრამა. შესაძლებელია თუ არა გამოსვლა. ნეომ ეს შეძლო, რადგან მან გააცნობიერა, რომ კოზი არ არსებობს, გააცნობიერა, რომ წესები, რომელსაც ის ემორჩილება, მხოლოდ ილუზია იყო. ცხოვრებაში კი წითელი აბის გადაყლაპვა ნიშნავს იმის გაცნობიერებას, რომ ჩვენი აზრებისა და სურვილების უდიდესი ნაწილი ჩვენი არ არის. ისინი თავისმოხვეულია სისტემის მიერ. აქამდე ფილოსოფიაზე ვსაუბრობდით, მაგრამ ახლა მოდით რეალურ ფიზიკას შევხედოთ. არსებობს თუ არა სამყაროში კოდის კვალი. ფიზიკოსმა ჯეიმს გეიტსმა, რომელიც სიმებიან თეორიაზე მუშაობს, სამყაროს განტოლებებში აღმოაჩინა რაღაც წარმოუდგენელი კომპიუტერული კოდი და არა უბრალოდ კოდი, არამედ შეცდომების გამოსწორებული ალგორითმები. ზუსტად ისეთივე, როგორცაც ბრაუზერები იყენებენ ინფორმაციის გადასაცემად. ხო, ასეთია, რატომ უნდა იყოს ჩვენი სამყაროს ფუნდამენტურ კანონებში ჩაწერილი ციფრული პროტოკოლი. კიდევ ერთი საოცრებაა სინათლის სიჩქარე. დაფიქრებულ ხართ, რატომ აქვს სამყაროს მაქსიმალური სიჩქარის ლიმიტი 300,000 კილომეტრი/წამში. არაფერს შეუძლია ამაზე სწრაფად მოძრაობა. გეიმერებისთვის ეს ნაცნობი ფენომენია, ეს გავს პროცესორის სიხშირეს, სამყარო უბრალოდ ვერ ასწრებს ინფორმაციის უფრო სწრაფად დამუშავებას. სინათლის სიჩქარე არის ჩვენი რეალობის პინგის მაქსიმუმი და ბოლოს ჰოლოგრამული პრინციპი. შავი ხვრელების შესწავლისას მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ მთელი ინფორმაცია, რაც სამგანზომილებიან ობიექტში შესაძლოა შენახული იყოს მის ორგანზომილებიან ზედაპირზე. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი 3D სამყარო შესაძლოა იყოს მხოლოდ პროექცია. ჩვენ ვისაუბრეთ ბოტებზე, მკვდარ ინტერნეტზე, მათემატიკურ კოდებზე და სიმულაციაზე, მაგრამ მთავარი კითხვა მაინც რჩება, თუ ეს მატრიცა რა აზრი აქვს ცხოვრებას. თუ თქვენ გიყვართ, თუ თქვენ განიცდით კიბეს და თუ ქმნით, არის თუ არა ეს ნაკლებად მნიშვნელოვანი, მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ყველაფერი ელექტრონულ იმპულსია დაფუძნებული. ფილმში ნეომ გაიმარჯვა არა იმიტომ, რომ კოდი ისწავლა, არამედ იმიტომ, რომ მან არჩევანი გააკეთა. მატრიცა ვერასდროს მოახდეს ადამიანური ნების სიმულირებას ბოლომდე. ჩვენი გაუძება არ ნიშნავს კაბელების თავიდან გამოძრობას, ეს ნიშნავს იმ ილუზიების მსხვერპლობას, რომელსაც ყოველდღე გვახვევენ, როდესაც ყვეთ იყოთ მხოლოდ ბატარეა სისტემისთვის და იწყებთ საკუთარი გზით სიარულს. თქვენ უკვე ხდებით ხარვეზი მატრიცაში, თქვენ ხდებით თავისუფალი. მადლობა, რომ ამ ვიდეოს უყურეთ. ეს თემა ამოუწურავია, მაგრამ დღეისთვის აქ გავჩერდებით, დააკვირდით ნიშნებს, კითხვები დასვით და არ დაგავიწყდეთ, რეალობა ის არის, რასაც ჩვენ თავად ხედავთ. თუ გინდათ, რომ ასეთი ღრმა თემების შესახებ ვიდეოები გაგრძელდეს, დაწერეთ კომენტარებში და დაწერეთ რა თემის შესახებ შეიძლება იყოს ეს. მომავალ შეხვედრამდე.